მოსახლეობას, რომელსაც აი ამ დიცელებივით უყვართ საქართველო, აი ეს ჩვენი დიცელები მოგესალმებიან, მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის მოქალაქეები, ის მთავრობის წევრები, ის პარლამენტარები თუ ვინც არის, რა ვიცი, არიან თანახმა იმისი, რომ საქართველოს მიწა არ გაიყიდოს უცხო მოქალაქეებზე, ეს არის სრულიად ჭეშმარიტება და ჩვენი სოფლის ხალხიც ამას მივესალმებით, იმიტომ რომ არც ერთი მიწის გოჯი არ უნდა გაიყიდოს სხვა მოქალაქეზე. აგერ ჩვენ გვაქვს ამისი პრობლემა. მაგალითი, გაყიდულია ჩვენი მიწები 160 გექტარი მიწა დარჩა ყოფილი კორმეურნეობის ბაზაზე. და იმის შემდეგ ჩვენი მიწები, რომელიც სარეზერვო იყო დარჩენილი 20 გექტარი და 25-ის ნაცვლად მოქცეს 1 გექტარი. ის 25 მიასედი მიწის ნაკვეთი აი ამ ტერიტორიაზე ემწუში და 81 გექტარი და 7 მიათედი გაყიდულია ინდუელებზე. და ამისათვის ხალხს პრობლემა გვექნება. აი პრობლემა რაში მდგომარეობს? რა პრობლემა გექნებათ? ბატონ ზაქარია, იქნებ კონკრეტულად პრობლემა იმაშია, ჩემო ბატონო, რომ ახლა რომ იყიდოს იყიდა ინდიელმა. ახლა ინდიელმა რომ იყიდოს რუსს, რომ იყიდოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს. ჩვენ ამ სოფელმა უნდა წამოვიდეთ და თბილისში ჩამოვიდეთ მანდა. როგორც არიან ზოგიერთი ტოლვირები და ჩვენ ესეთი ცხოვრება არ გვინდა. ჩვენ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, ამით წაწყავზე ცხოვრობთ, აგერ ხანდაზმული ხალხი არიან. ჩემო ბატონო, ისტორია კარგად იციან სოფელსა, ძირძველი მიწა ჩვენი ქართული დიცის ფართობებისა და ეს ფართობები უნდა ქონდეს მხოლოდ და მხოლოდ აი შეგიძლიათ უფრო გასაგებად გვითხრათ, თბილისში წამოსვლა რატომ მოგიწევთ? თუ კი მაგალითად ინდოელმა იყიდა მანდ მიწა და თქვათ აპირებს რომ დაამუშავოს რაიმე პროექტი განახორციელოს. კი ბატონო, თქვა და რა პროექტი უნდა განახორციელოს, თქვა და მიყიდა იმან ოსს. ჩვენ ერთად ვერ შევთავსდებით, არ არსებობს ვარიანტი, იმიტომ იმათ უნდა ბრძანებულობა დაგვიწყონ ახლა ჩვენ და ჩვენებურად უნდა ვიცხოვროთ, როგორც გვიცხოვრია თავისუფლად. ეს ერთი და მეორეც ერთი, თვითონ ჩვენ არა გვაქვს საძოვრები, თვითონ ჩვენ არა გვაქვს მიწა არა ყოფნის. ეხლა ახალგაზრდები, რომლებიც დაქორწინდნენ, მე თქვენ მოგახსენეთ, რომ ეს არის სარეზერვო მიწა, რომლებიც დაქორწინდნენ, ახალგაზრდა ბიჭები, ოჯახები შექმნეს, ბავშვები ყავთ, იმათ მიწები არა ყოფნით ეხლა. ჩვენ ასე იგი ინდუელი მიწას მოგცემს კიდე? ხო აღარ მოგცემს. ამისათვის ეტაპობრივ ვინც გამრავდა იმას ბატონ ზაქარია, დაგველოდეთ ერთი წამით, დაგველოდეთ, მე მაინტერესებს ჩემი სტუმრების აზრიც. აი ბატონ ზურაბ, რას